ცეცხლი აითო. სამში დაიწყო. მოუხვი. ორი ჭიქა ხო არ აუშავს. ატამაცატა ლაპარაკი. აი მერე კაია, თერაპია. ყველაზე მოს. ჩამოვედით. სამშობლოში შენ. ქუჩაში თავაბი არის უგემრიელეს. ამ ვარცხნილობაზე აღარ მომიხდე. ახე როგორ მომემზადე. ცხენებისთვის გამოვეწყო. უშურში მივდივართ. ყავას დავასხამთ. წინაზე გამოგწერეთ. თქვენ ჩხუბი დამაკლდა ყავაზეო. ყველაფერი წინ არის. იმდას ჩხუბავთ ხოლმე ჩვენ იჭრება ეგთები. გადი. ცხენებზე მივდივართ და ჭახრაკინებზე ატენის ხეობაში მივდივართ, სოფელ ბობნევში და მერე ბოშურში. ერთი ბოდიში მინდა, ძალიან დიდი ბოდიში მინდა უпростоრად მოვიხადო. შაურმების ეპიზოდში ოლდენბურგზე ვთქვით, რომ შონზოს შაურმაო და არ ყოფილა სწორი და ძალიან დიდი ბოდიში, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავაჟღერე. შონზიკამ დაგვიწერა, რომ ჩვენ სასომალე გავხსნითო და აუცილებლად გესტუმრებით, აი უდიდეს ბოდიშს ვიხთ. რომელი გინდა? ამერიკანო. ეს ყაბაში ჩემი მტერი ჩავარდა. ამე რო ემანდა რა სწორად გავაკეთო. ან შევაყოვნო. გამოვედით ბოშურში. საოჯახო სასტუმროში ბოშურში. ატენელი ხარ? ბოშურელი ხარ? ატენელი ხარ? არა, ატენელი არა ვარ. ანუ ბოშურელი ხარ? იქ ხოც ჩემს სოფელში ჩაწერილი. ხოლეში. აი მურატ თოფჩიშვილია ჩვენი მასპინძელი. დიდი გეგმები აქვს მურატს და მიხარია რომ ჩვენ პირველი მერცხლები ვიქნებით და ჩვენზე არის ტესტი ჩასატარებელი. ხო, ამის მერე ამოდით. ზაფხულში განსაკუთრებით ლამაზი აქაურობა და გეგმები რო ახსენე, ეს გეგმები უკავშირდება საოჯახო სასტუმროს, რომელიც უკვე არის და რას თავარია ცხენების ტურს. გვექნება მწვადის და ქაბაბის ტური. ბევრ სპორტში ხომ აქვს მოსინჯული ამ სიბერეში ძალები და მათ შორის იყო ჯირითი. სულ 3 დღე ვიჯირითე. ჩემ არაჩვეულებრივ დიმიტრისთან ერთად და ვიყიდე ჩაფხუტი ცხენის. ის ჩაფხუტი როგორც თქვენ არ გფარებიათ, ისე მე. მოკიქე ხა ვიპოვე და დავიფარებ. მაგრამ რაღაცეები ვეღარ იპოვა. ჩაფსები. შესაბამისად, დღეს არის ჩაფსების გარეშე წარმოდგენილი აგერ. მოდი მურად ბარემ მურადი ახლა გაგვასინჯებს სანამ ჩვენს გამომწერებს. ჩვენ მოვყევით, რომ დიდი გეგმები გაქვს. უკვე დაგიპატიჟეთ ხალხი. ცხენები უკვე მოგვიმზადა. აყენია გარაში. ცხენები ველოდებიან. და ღვინო. კეთილი იყოს ჩვენ. ჩვენ მოსვლას და ჩვენ დახედეს. გაუმარჯოს. რამდენი ხანია რაც ესე ცხენებით თუ ბავშვობიდან ჯირითობსო მე უკვე მომახსენა ჩიტმა ამბავთ. ბავშვობიდან გიждდებოდი ცხენებზე ესე რომ ვთქვა. ბავშვობიდან სურვილი მქონდა ყოველთვის რომ ცხენთან ურთიერთობა და ცხენთან ის კავშირი არასდროს არ დამეკარგა რა. თან რაღაცნაირად აი ჯანსაღად უგრძნობდი თავს ყოველთვის, აი თავისუფლად უგრძნობდი. ცხენს რო იალაღზე აჭენებ და გარშემო შენს იქით არავინ არ არის. არ ვიცი, აჯობია მაგ გრძნობას. ეს ადამიანმა უნდა გამოსცადოს. რამდენჯერმე ვჭდა არ ვარ. ეხ დიდი პროფესიონალი კი არა და საერთოდ არ ვარ დიდი მოჯირითე, მაგრამ ის სიამოვნება და кайფი დაჭერილი მაქვს ჯირიც რაც ახლავს თან, აი ძალიან მაგარი. მართლა თავისუფლების შეგრძნება. თანდათან მოდის ეგ გამოცდილებასთან ერთად მოდის უკვე აი რაღაცა ისეთ მომენტებს დაიჭერ და უკვე რომ ვთქვათ შორმანძილზე გადაადგილდები ცხენით და რაღაცა გარკვეული კილომეტრების დაფარა გიწევს, აი მე უკვე ისე ხდება რომ აი სხვანაირ სიამოვნებას იღებს. ხასიათების ცხოველია. ყველა ცხენს აქვს ინდივიდუალური ხასიათი. ეს ან პატრონმა იცის,
ან ვისაც ყავს მიბარებული ცხენი. ჩვენ ორი მეგობარი ყავს ჯირითით არიან გატაცებულ დაკავებულებით. აბაწყურის ეპიზოდიდან იცნობთ. ორივე მეტიჩარა, დიმიტრი და ნინო და ისე არიან ნარახუნები ამ ცხენიდან. კვირაში ერთხელ ერთი ვარდებოდა. თამდევია. ხო, ეგ მონათლა, ხო? კი, თუ არ ჩამოვარდი რამდენჯერ სერიოზული ტრაუმა მიმიღია, მაგრამ ერთი წუთი არ მიფიქრია, რომ აღარ დავჯდარიყავი ცხენზე რა. აბა. ჩვენ დახვდა. გაუმარჯოს და დანარჩენი გავაგრძელოთ მერე ცხენებზე რომ შევჯდებით და მერე ცეცხლი ენთება. ცეცხლი აინთო. ამაში დაიწყო. ყურებს უნდა დავაკვირდეთ. ყურების მიხედვით გავიგებთ ცხენს ჩვენთვის კბენა უნდა თუ არ უნდა. უკან გადაწევა არ არის კაი ამბავი. უკან გადაწევს. აი ბოლომდე რომ დაკეცავს უკან, ესე იგი კბენა უნდა ცხენს. და მაგდროს უნდა მოვერიდო. ცხენ თუ ცოტათი მაინც შეგატყო რო გეშინია, ჩამოგაგდებს მაინც. ნუ თავი ხელში უნდა აიყვანო რა და შეგეშინდა? მაგრამ თუ ერთი გაიგო რომ შენც ძლიერი ხარ, всё, მერე გემორჩილება, ხო, ეგეთია. რომ ხდება რომ ხედარიზის, აი შეჯდომის წუთიდან იცის ცხენმა ვინ დაჯდა და რა უნდა. შიგ თავს წმინდა რა გადავიღო. ამ ვარცხილობაზე აღარ მომიხდა. იგენებს ჩო, ეგ არის. თავის ჩაფხუts. ავედით მზადო. ავეთ. წამოყვანო? კი. გამარჯობა. არაფერი ძალიან ჭკვიანია, წინიდან არაფერს არიზავს. მაგრამ ყოველთვის ეცადეთ აი ესე მოკლედ ჯობია ყოველთვის წაყვან. ჭა. აი მე რო ლამაზი. გორში დავიბადე, იქ გავიზარდე, განათლებაც იქ მივიღე, თბილისში ჩავაბარე, მაგრამ აი ერთი სული მქონდა რომ უკან დაბრუნებული ყავდი რა. და ნუ მე რო გადაეჩვევი არ არის ადვილი. კაია რომ შენ მაინც მქონდა. იცი რა, შენაირი ადამიანები ძალიან მნიშვნელოვანია. მარტო თავიანთვის კი არა, აცოცხლებენ ხოლმე რეგიონს რა. ერთი რო გადადის მერე იქ ვიღაცას ცოტა мотиваცია უჩნდება, იმასთან სტუმრებს დაინახავს, თვითონაც აკეთებენ და ნუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და კაი. კახეთი ახლა ძალიან გაცოცხლებულია მაგისგან. მაღლა სკოლა ეგრევე ჩემს სახლის მაღლა და ერთ კლასში 3 ბავშვია, ერთ კლასში 5 ბავშვია. მერე შვილი რო ყავს ფიქრობ, რომ აი ხო არაფერს ვაკლებ, როცა სოფელში ტოვებ, 3 კლასელი რო ყავს. ეგ ამბავი. მაინტერესებს ეხლანდელი ბავშვების აზრი და სულ ეკითხები, ვისაც დავიჭერ, გამოველაპარაკე ხოლმე და მაგრამ არ უნდათ, ქალაქში არ უნდათ, აქ გაზრდილი ბავშვები არიან და არ უნდათ ქალაქში, კი. მე დიდი შვილები მყავს რა და ეხა სიამოვნებით და ძალიან მინდა და ვეძებთ მიწას, რაღაცა ქალაქგარეთ ცხოვრება უკვე, მაგრამ პატარა შვილების იმაში დროს რთულია რა. გაზი რო არ გაქვს. ზოგადად სოფლის ცხოვრებაც ჩვენთან საქართველოში ისეთი კონტრასტია. კომფორტის თვალსაზრისით რა, ქალაქის ცხოვრებასთან. აი გაზი, ახლა გაზი რო არ გვაქვს, მაგალითად ახლა სოლოგრანდი აღარ მუშაობს, მთელი ზამთარი აღარ იმუშავა იმის გამო, რომ ანუ შეშაზი აქვს, ზამთარზაფხულად ფუფ შეშაზი. ცხელი წყალი შეშაზი აქვს, ყველაფერი შეშაზი აქვს აბსოლუტურად. ხარჯიც რამ ხელაა მაგ დროს. აბა, შესაბამისად, ახლა 20 კაციანი ჯგუფი თუ არ მიიღო, ვეღარ აღებს სასტუმროს. ჭირდება რა, რაც ყველაზე მთავარია, რომ გაზი გამოგვიყვანონ, მაგრამ უკვე ისე მიექცა ყურადღება ხეობას. ჯერ დაცული ტერიტორია რო გახდა. ეგ ძალიან კაია. კი, ძალიან კაია. ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო ამ ხეობის შესახებ, საერთოდ რო არ იცოდნენ, არსებობდა თუ არა ტანის ხეობა. ხო. იცის გზა თვითონ მიუში წამოვიდეს მაღლა და იცის კარგად. შენ მარტო ერთი არ გაგიჩერდეს, მარტო მაგ მხრივ შევტიე ხელი. თვითონ ავიდე. რალამაზი, საფხულში რალამაზი ტეთი.
იქით გავიდეთ და იქიდან უფრო კაი ხედი იშლება. ხო? კი. ძირითადად ამ ტერიტორიაზე გვექნება მანეჟი, გარშემო სასიარულო მოწყობილი. ესეც ჩვენი ტერიტორია. მურა, რამდენი ცხენი გეყოლება თუ? დასაწყისისთვის ყავს 6 ცხენი. ხო. 6 ცხენი, მაგრამ შევხედავთ. მოთხოვნის მიხედვით შევძლებთ თუ დავიმატოთ შემდეგ თუ მოთხოვნა იქნება და ვერაუვალთ ჩვენი ცხენებით. ან თუნდაც ვიქირავთ ადგილობრივისგან. ხო. ადგილობრივსაც ხელი მოემართება. ეგ კარგია. თავლისთვის გჭირდებათ ის ხო, რესურსი, ფრთხილად წინ. კი. არის რამე ხა გრანტები, არაფერი. კი, სხვათა შორის დაწყებულია ერთ-ერთი მცირე გრანტით დაგვაფინანსეს. რაღაცა ხელშეწყობა რა თქმა უნდა არის. ეს მცირედიც. აი ეს ჩვენი ტერიტორია. აი აქ იქნება მანეჟი. ეს არის ბლაშეხევი. იქით არის აი ბალვანის წყალი იქით ჩამოდის. აქედან არის უკვე გადასახვევი მღებრიანი და იფნარა ჯერ იფნარა იქით საგასაყარია. იქით მივდივართ მე რა უკავშირდება სოფლი. აი აქ არის ეს წინ მუხები ჩანს წმინდა გიორგის ნიშია. უკვე ისეთ მდგომარეობაშია. ქვებიღა დარჩენილი რამდენი. მაგრამ ნახოთ, ჩაფიქრებული გვაქვს მაგისი აღდგენა. წელს ვაპირებთ პირველი დოღი ჩავატაროთ ხეობაში. ვაა. ნახოთ რა იქნება. აი და გვინდა რომ დაინერგოს ეს ტრადიცია. ხო. როდის? აგვისტოში, შარშანას აგვისტოში ვფიქრობდით, მაგრამ ვერანაირად ვერ მოვაბით თავი. ხო. სავარაუდოდ აგვისტოში ჩავატარებთ მარიამობამდე, ამ პეტრე-პავლობას. გირითობენ ბავშვები? კი. ოკეი. კი, ცოტანი არიან, მაგრამ აი ძალიან მოწადინებულები არიან ცხენებზე და აი. ძალიან სასიხარულოა. ამაზე კაი სპორტს რას უნდა დაეუფლოს? ჯანმრთელობა, ყველაფერს რო თავი დავანებო. თავსაც აკეთებენ, ხო? კი, კი. უშუალოდ რომ დავიწყებთ ახლა უკვე ჩვენ საქმიანობას. მე უკვე ადგილობრივებთან ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვის თაფლი ხო, ექნება. რომ შეიძლება ვიღაცამ თავზე შეიძლება. ვის თაფლი ექნება, ვის რძე ექნება, კვერცხი და ასე შემდეგ. ყველი. კი. დღევანდელ ცხოვრებაში ფული აღარ არის, აღარაფრის გადამწყვეტი. მთავარია ჯანმრთელობა. ეხლა რომ ნატურალური ჭამო და იცოდე რას ჭამ. კი ბატონო. ყველაზე დიდი პრობლემა, რაზეც არავინ არ საუბრობს ეგა. მეც მომყავსახლისთვის ყველაფერი. ხო? კი. უი, კაია, მე მაგამ ბავშვსაც თუ ჩართავ მასპინძლობის დროს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, სეზონურად ყველაფერს დავახმარებ. გადასარევი იქნება. კი. ასე რომ დიდი გეგმებით ვართ და ვნახოთ. თავარია რამე აკეთოს ადამიანო. არ გაჩერდეს ცხოვრებაში, მთავარია. უფლის წყალობით ყველაფერი გამოვა, რასაც მოინდომებ და რაშიც გულს და სულს ჩადებ. თუ რამეს აკეთებ, მაინც რაღაცას მოიმკისა ბოლოთ. შრომ აკეთებს შობილებს ადამიანს. არ კეთასთან მუშაობა მით უმეტეს. დაუბრუნდით. საცხენოს ნოტურიდან, გასეირნებიდან, თლად ჩვენ ახლა ჯირით და გამოვიჩევით. ხო, დამისხი, აბა რა უნდა. საჭესთან მევჯდები, ხო? ჩამოყალიბდა დალი. ორი ჭიქა ხო არ აუშავს? არ დამაცადა ლაპარაკი. ჰა? არ დამაცადა ლაპარაკი თქო. ლაპარაკობდი? ხო. მურადი გვიმზადებს ქაბაბს და მწვადებს. ხო. ძალიან ხშირია. საყვარელია. ისევ ამ ადგილიდან წერთ, იმიტომ რომ აქ მზე ურტყავს კარგად და თან ანას ცივა. მსხვერპლი შეწირა დღევანდელ ლუქს. ოღონ მე მეგონა რომ აი შიგნიდან რო პერანგი მოცეი შიგნიდან პერანგი ეცვა დასაწყისი ნახავდით. თებდი. და ხო რაღაცა აგუჩტოიგონა შემთხვევით. დღეს სელფის რუბრიკაში ასეთ თემა გვაქვს ქართველები ამერიკაში, ოღონდ ეხლანდელი არა. მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში გურული მოჯერითეები ბაფალო ბილის შოუებზე. 1892 წელს დაიწყო ეგ ამბავი. რაღაცა ცხენები და ჯირითი რო გქონდა, მანდედან წამოვიდა ინსპირაცია, რა სელფის რუბრიკაში გველაპარაკა ამ ყველაფერზე. წყაროებს მიუთითებ და უფრო ვრცელი ინფორმაცია, სახელი, გვარები და ისტორია ჩვენ დოკუმენტალისტიკას თვალად არ მოგიყვებით, უბრალოდ ამბად მოგიყვებით. თომას ოლივერი იყო ეგეთი შოუმენების
და ცირკში მოღვაწე ადამიანების ოჯახში დაბადებული და ეძებდა ესე ცირკისთვის შოუმენებს, ასე ვთქვათ, ცხენოსნებს კონკრეტულად და 10 გურული შეირჩა, რომლებიც წავიდნენ ამერიკაში ამ შოუებში მონაწილეობის მისაღებად და თავდაპირველად ინგლისში ჩავიდნენ და იქაც გააოცეს. ოღონდ არ ვიცი ამერიკამდე მოხდა თუ ამერიკის მერე, როცა დედოფალი ვიქტორია დაესწრო მათ შოუს, სპეციალურად მათთვის მივიდა და მერე მათი ფოტო ალბომი გადასცა საჩუქრად, ხო? მახარაძეს გადასცა, ხო? ივანე მახარაძე იყო იმ ათეულის ხელმძღვანელი, თავდაპირველად 1892 წელს ვინც ჩავიდა ამერიკაში და სასწაულ შოუებს აწყობდნენ, ანუ გაოცებულები იყვნენ, პრესა წერდა, ეძახდნენ რუს-კაზაკებს სამწუხაროდ თავდაპირველად რაზეც გრაზდებოდნენ და წინდათ. მათზე კი არა საქართველოზე არ იყო ცნობიერება იმ დონეზე ამაღლებული. ჩვენ და სამწუხაროდ საქართველოს მსოფლიომ ეხა თუ გაიცნო ისიც რა დონეზე არ ვიცი ჯერ კიდევ. ერეკლე მეფეზეც წერდნენ ინგლისში. ინგლისში მაინც მეტი იცოდნენ ჩვენზე, ვიდრე ამერიკაში. ამ შოუების მერე მოხვდნენ ყველაზე ცნობილი ტიპის Buffalo Bill-ის შოუზე უკვე და ნუ ეს კიდევ უფრო დიდი წარმატება იყო. ის შოუები არ იყო იმდენად შემოსავლიანი, რამდენადაც მერე უკვე Buffalo Bill-ის შოუები, იმიტომ რომ თვითონ ამ Buffalo Bill-ის შოუმ იმ დროისთვის ძალიან საოცარ თანხას მიაღწია წლიურად შემოსავლის სახით. ბოლოს თითქმის მილიონამდე გამოიმუშავებდა ეს შოუ რა და ხო, გურულებს უხდიდნენ $50, რომელიც 100 მანეთის ეკვივალენტი იყო და ეკვივალენტი და დიდი ფული იყო მაშინ და წელიწადში 2 ჯგუფი ჩადიოდა, იმიტომ რომ ნუ აწყობდათ შემოსავლიანი იყო ეს ყველაფერი და მათ შორის მერე იყვნენ ქალებიც, ქრისტინა ცინცაძე, მარო ზაქარეიშვილი, კვიტაიშვილი, ამ ადამიანების ბედი ძალიან ტრაგიკულად განვითარდა 30 წლის განმავლობაში იყო ეგ ამბავი, რომ გურულები ჩადიოდნენ ამერიკაში ამ შოუზე. და მერე უკვე საბჭოთა კავშირმა როგორც ყველა და ყველაფერი მოსპო და გაანადგურა, ასევე ამ ადამიანების ბედი ძალიან ტრაგიკულად დასრულდა. ზოგი დაიჭირეს, გადაასახლეს. რამდენიმე თავიც კი მოიკლა, თუ არ ვცდები, იმიტომ რომ აგენტებად შერაცხეს. ივანე მახარაძის სახლი დაუწეს საერთოდ. და იქ განადგურდა ზუსტად ის, როგორც წყაროები ამბობს, ის ალბომიც, რომელიც დედოფალმა აჩუქა. მანჰეტენზე West Village-ის ერთ-ერთი სკოლის ეზოში არის მურალი, 1 საუკუნის წინ ჩასული 5 ემიგრანტის ედუარდო კობრას დახატული და მათ შორის არის ერთ-ერთი მხედარი გურული მშვიდობაძე. ამის მერე მოხდა საქართველოში ამობით დაინტერესება და მერე გახდა უფრო მეტად ცნობილი გურული მხედრების შესახებ. ასევე ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ირაკლი მახარაძეს ამბების ჩვენამდე მოწოდებაში. ამით selfies რუბრიკა დასრულებულია. გურის ეპიზოდებს ვაპირებთ ვრცლად, ბევრს. მე ვფიქრობ 2-ს მაინც ჩავწერთ საფხულის განმავლობაში. სკიჯის მინდა რომ ვესტუმროთ, ასევე მენაბდესთან ვართ ჩასასვლელები. განაგვინდა გვიწევს. ხუმრო. ხო და ამით არ ამოიწურება გურული მხედრები ჩვენ რეჰანზე. კატო არ გავაცარებ ჩვენ მაყურებელს. კატო ჩვენი მეგობარი, თანამშრომელი თან. აჰა. ამავდროულად ჩვენ აქეთ დავსხდებით. საწეველი ისეთი ჯერ მარტო გაცინდეთ, აბა. კაი, მე ვიწყებ, მორჩა. უზარმაზარი ნაჭრებია, ოღონდ იმის, რა ქვია, ქაბაბი. მოკლედ, კარგი ცხენების ტურის მერე ეს ამბავით ხო იქნება? 100%-იანი იქნება. ხო, ჯერ ჩვენც ის არის სპეციალურად, მაგრამ მალე იქნება. ბუჩქუჩესი თავაბი არის უგემრიელეს. მე უფრო
ცუდად ავიღებ, მაშინ ეს ხელით მოვეპყრობი. ხელით უნდა ხნამა. ძალიან კაია. მაგრამ ამ საწებულის გარეშე არაფერი არ გამოდის. მაგრამ ხო და რა მაგარია, როგორ ხდება? სახში გაკეთებული ხო? კი. დედა ჩემის ნახევარია. ძალიან კაია. ცეცხლის გემოებს თავებს. ხო ვეჭობდი რომ გემრიელად შევჭამთ მეთქი არა. გამართულდა. ვიცი. ვერაფერს ვიტყვი. კაია ხო? ძალიან. დიდი მნიშვნელობა იმას აქვს, ფოთლოვანი შეშაროა რა. ის კვამლის გემო სხვანაირია. ეხა ფიჭვთანაც სხვანაირი ბოლის სხვანაირი ექნება. მე მგონი არც შეიძლება ფიჭვი არ შეიძლება ხო? საკვებთან. მიზანშეწონილი არა. ეს ხო. ზეთი რასაც გამოყოფს ზოგადად მომწამლავია რა. გირჩითაც ამბობენ რომ აი ძალიან გამომწველი გირჩი თუ არის შეიძლება რა. ზოგადად არა. აგემრესი ბუთქუჩა რანაირად არის? ანუ პირველად გავაკეთე და არ ვიცოდი ზუსტად დოზირება როგორ რამდენი უნდა და ანუ არა რო არ მოძურა და შემწარი რო არა ეგ უკვე გავიარე უკვე გაკვეთილები უკვე გავიარე ესე იგი გორში ხო იულიანს მობის დუქანში კატელებზე და აქ ივლიან ქაბაბს გასინჯული თუ გვაქვს მობის დუქნის კატელები ხო და იცი რო არა უნდა ჩავწერეთ მე ახლა გავშინჯე პირველად გორები ვარ მეც და არ ქონდა გასინჯული წარმოიდგინე რა მოგეტყობინა წელი მოდი კი თუ არ შეგაწუხებ ადი ერთ წელს ესე ვერა უშავს ხოები დაგწუიდა მაგრამ ესე ვიზრდა ვაიმე გაჭმევ ხა შენც აჰა წოდის გადასარევი წოც მე ვერ დავიბრალებ ნამდვილად უცხოე რატო არსად არ მცდება სადაც წვადი იწება კი მე ვთქვი მურაც მე უთხარი რომ ლაშა მე მწოდეა მეთქი და შეითავსა დღევანდელ დღეს გავუმარჯოს გადასარევი გაცნობას გავამარჯოს და ამ არაჩვეულებრივ გარემოს და თქვენი მადლობა როგორ გასმენდებით მადლობა თქვენ სტუმრობისთვის არაპოპულარულია ატენის ხეობა და აქაურობა თქვენი ჩართულობაც გვჭირდება იმისთვის რომ ბევრი ვიზიტორი ყავდეს უნდა ჩამოხვიდეთ და მე მასპინძლებით კიდევ უფრო მოტივირებულები იქნებიან აგე პირველი შეიძლება იყოს მურადი ხო ესეა არის ფაცხებში ვართ. ჭახრაკინას გავსინჯოთ, ხაჭაპურს. ხაჭაპური არ არის. ხაბიზგინა არის. ხაბიზგინა. ო, ეგ კითხე და ხაბიზგინაო და ნუ აქ ხაჭაპურს ეძახიან ხაბიზგინას ეთქო. ოსური ამბები გქონს. და ფიჩინს გავსინჯოთ კიდე. თურმე ეგეც ოსური ყოფილა. მე არ ვიცოდი ფიჩინს რო ოსური იყო, სიმართლე რო გითხრა, მეგონა რაღაცა თბილისური ჩებურეკის ვარიანტი. კულტურის უბრალოდ გათბილისი. პაკეტის კაცოშე. შენ იცოდი რომ თუ ჯანი ხო? კაი. ხო და წამო. მარის გორშიც ქონია საწყობი. მე ჩავლინკოთ ყველაფერი. მკვდარი რეგიონია რა, მაინც სხვა ადგილებთან შედარებით და ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება. გამოისეირნეთ. გზა გადასარევია. მანქანისტარება ვისაც უყვარს ისეთი სერპანტინია და გზაშიც გაერთობით. ემრიელად შეჭამთ. ქალაქთან ახლოს არის. გორიდან დაახლოებით 40 წუთი სამყარო. ოსური ფიჭინი არ გიჭამია. არა.
აქაურია? ადგილობრივია, ყველაფერი ნატურალურიაო და არა, კაია. დიდი ნოჭერი მოვიჭი. მინდი. კაი, კრაჭუნა იმერული. რა ხრაჭუნავს. ხა. იმერული კი ქვია, მაგრამ მთელი საქართველოს რეგიონის ყველია. ესეც ფიჩინი, ხა? აუ, ძალიან გემრიელი ყველია. მარის ფაცხები იმიტომ ქვია, რომ აღარ დაეტია წარწერას რა. მარინა, გაიცანი. მიხარი რომ ცნობილ ჭახრაკინეს გაგვასინჯეთ, იმიტომ რომ გიორგი აქებს ძალიან დიდი ფანია. კაი, ყველაზე კეთილი ყოფილიყო სტილი ობრძადება ამ ხეობაში. კაი ხარ იყოს. დათო არ გავაცნობ მაყურებელს, ვალი. ქალბატონი ბატონის ქარში, ხო შეიძლება. მადლობა მასპინგლობისთვის. ბევრ სტუმარს და ბევრ ტურისტს გისურვებთ. მადლობა. ჩვენ გაცნობას გამომაჯოს. კეთილი ფეხი მოგეტანოთ. კაი ხარ. მე ვიცი, კარგი ამბები გადაგეღოთ ყოველთვის. ხაჭაპური მოგიგო თუ გავიწყებ ხაჭაპური. ხაჭაპური. კი ბატონო. მადლობა. აქ ხაჭაპურს ეძახით, მაგრამ ხაბიზგინა. კი, ხაბიზგინა, ოსური. კარტოფილის და ყველა. ხელით ვერ შეჭამ იმდენი ყველი და კარტოფილი. გაძეძგილია იმით. იქ თავში. ნუ ძალიან გემრიელი. ფეჭი გამოცხობის სხვა გემოა ყოველთვის. აუ, ცეცხლის გემოხა. კი. ანუ ღუმელი ეს სხვა არომატს აძლევს. რამდენი ხანია რაც ეს ამბავი? ვაფებია ხო? 2008 წლიდან. აჰა. მაშინ არც არავინ იცოდა ეს ხეობა. არც იყო პოპულარული. არა, არაფერი, ვარკოდორი დაგამოდიოდნენ ესე სახე იყო თუ გამოვიდოდა ხალხი. არც აქეთ არ იყო და არავინაც არ და ტრანსპორტი, მაშინ კი იყო დღეში სამჯერ ტრანსპორტი, მე გაჩერდა 2008 წელს დღეში ორჯერ მაინც. გზაც არ იყო ხოლმე. გზა არ იყო, საშინელი გზა იყო. მე აქ დავიბადე. ჩემი მამა პაპეულია და ბობნევში. კი, აი ეს ადგილი. აჰა. კი და გორი რო იბომბებოდა, გორიდან მთელი ხეობას შეფარებული ყავდა თითქმის ყველა ოჯახის ავსე იყო გორელებით და ჩემთანაც ეგრე 80 ადამიანი მარტო როცა დედაჩემი გარდაიცვალა იმ პერიოდშიც 80 ადამიანი ადგილზე მყავდა სახლში. ეგ სახლი ჩამოსასვლელში ჩემი სახლია და 45 კაცი ჩვენთან იყო სახლში. ისე მოყარს ეს ხეობა რომ არ ვიცი და ვფიქრობდი რა გავაკეთო და ხან რა ვიფიქრე ხან მაღაზია, აფთიაქი, აქ სკოლა, მაგის სკოლის აშენებაც კი ვიფიქრე. მე ვიფიქრე, მოდი აქ გავაკეთებ კვების ობიექტს, თან მაღაზიაც იქნება, მაღაზიაც ხო არ არის. თან მაღაზიაც იქნება, თან კვების ობიექტის სტუმრებს მოვიყვანდი და გაიცნობენ ხალხი. ერთი სიტყვით დავიწყე, მაშინაც ისე ვიყავით, ახლა ომის მერე არაფერი გული არ მქონდა, არაფერი. აი გლივს რაღაცეები, სოფელი ისე მიშლი და ხელსა. მართლა. იმდენი პრობლემები გადავიარე. ყველგან სადაც სუეცი და იგივეს ვისმენთ რა. აი ადამიანები საკეთებს ყველგან უშლიან. ისე ვიღლებოდი რომ და როგორ პრეზენტაცია რო გავაკეთე ესე რომ შენე არა დავაპატიჟე ცოცხალი მუსიკა, გორის მოქეიდე, კოლორიტი ხალხი, მუსიკა და რაღაცა და აი ესე გადატენილი იყო და ეგ იყო ძალიან მაგარი ბუმი და წამოვიდა იმ წლიდან, იმ დღიდან, მეორე დღიდან მაგრამ ვშაობდი. ნუ რა კაი. აბა მთელი აგი ხეობაში არაფერი არ იყო, მეტი სამდა გასული იყო. ნეტო მთელი ქალაქი თუ რაღაცა სულ ჩემთან იყო და გავხდით პოპულარული. მოვედი დღემდე. დათო შემოგიერთდათ. დათო ეხლა რამდენი 2 წელია. დათო საოჯახო სასტუმროა. ჯერ ვერ ვესტუმრათ, იმიტომ რომ კვების ნაწილი მხოლოდ არ არის, ხო? კი. და მე დაგათვალიერებინებთ იმასაც. ძალიან გემრიელი არის ჭახრაკინაც და ხაბიზგინაც ძალიან გემრიელი იყო. მე წეგან კაცს მიგმა უნებოდი ქალბატონ მარინას რომ ბაბუა ჩემი ოსი იყო. დედა ჩემი ოსია და ბებია ჩემი ნოოსების რძალი იყო და ძალიან კარგად ქონდა ათვისებული ეს სამზარეულო რა და აი მთელი ბავშვობა ჭახრაკინას და ხაბიზგინას რავი კვირაში ალბათ 3 ჯერ ჯამდი. ძალიან გემრიელი არის მართლა და
ხაჭაპურზე მეტად ნაღდაც მიყვარს რა ხა ვისკი. ჭარხლის ფოთლები და ყველია ძირთად, ხო? წვანილები. და წვანილებიც აქვს, ხო? ან ძანგი ძალიან მიყვარს. ეს სცენარები შეტანილი ხაჭაპურში. ხოლო ჭარხლიანი ვიცოდი, მაგალ ეგეთ ბებიაჩემისგან ვიცოდი და ნუ მე ბაკურიანშიც ბევრი ოსი ცხოვრობს და იქაც ათვისებული ქონდა საკმაოდ და ეს ზოგადად ჭარხლიანი ისპანახის არისო და საერთოდ ცოტა რაც კულინარია ამხელობაში მარინამ გააკეთა პირველი და საერთოდ გორს რაიონში რომ თქვა აქაც და საერთოდაც არისო რა ესე ხო საქართველოში არის ეხლა სადაც არ უნდა შეხვიდე თითქმის ყველა რესტორანში უკვე ჭარხლიანი ნაკლებად არის სხვათა შორის ისპანახის არის ხოლმე რა მხოვანეს ეძახიან ხოვანი. ღანძილეთაც გემრიელი. განძილით გავსინჯეთ კახეთში გაგვასინჯეს სანგემრიელი აბა, მოყევი. იჩინი. საქონლის ხორცია თუ შერეული? შერეული. ფიჩინი სანგემრიელი და მაგრამ სადაც ჭახრაკინა და ხავისკინა, იქ მე მგონი შენ ჩემთვის ხორცისტი ხორციანი. არ ხარ ვეზელებში და იმიტომ. ხო, მაგითა. ისეთია. წიწაკის გემოცი გრძნობა ძალიან ცხარე არ არის, მაგრამ აი დაყვება ეს წითელი, ხო? კი, კი, კარგია. ის და ესეც გაძეძგილია აი ხორცით. მე არ ვიცი, მარინას უყვარს ეგრე ბარაქიანად თუ რეცეპტშიც ეგრეა. რეცეპტია რეცეპტი არ არის, მე ვაკეთებ ეგ. მარინა ზაფხულზე ხო. ბარაქიანი. ძალიან მგავს ზოგადად ფიჩინი და კუმდავს მარინას კუბდარსაც გავს და ჩებურეკსაც. უბრალოდ ნუ ჩებურეკი იწვება, ხო? ხო ეს ხვება რა და ნუ ეხლა წვენი გამოვიდა რო დავჭერეთ, თორე ესეც ჩებურეკი წვნიანი არის. ეხლა პატარა ისინიც მაქვს ფორმები. ერთკაციანი. ერთკაციანი რომ წვენთან ერთად უნდა მიირთვა. აი ეგ ჯობს, ხო. კუბდარი მაინც უფრო დაკეპილი ხორცია, თან გიცრულსაც თავის გემოზები ყავს და ხო, ცოტა უფრო ცხიმიანიც არის. ნაზუქით შენ გაკეთე. უნდა გასინჯო. მე პურიც აქ ცხება ადგილზე. ადგილს აქ მყავს დედლები, ვარიკები, აქაური ხორცი გვაქვს. ყველაფერი ნატურალურია. ვინც არის ის სად მოდის ამხელა თბილისიდან ჩამოდი, მე ამხელაგზე გამოიარე ზაფხულში ცხელათან და მაინც არ მივდივართ დაღლილები რომ მოდიან და მაგრამ რომ მოდიან მე ისეთი კმაყოფილები მიდიან და უკვე მეგობრები ხდებიან. ხო. მადლობა თქვენ. ძალიან მოხარული. ბევრი წარმატება. მადლობა თქვენს. ბევრი წარმატება და ამ ხეობას ბევრი სტუმარი და თქვენერი კარგი მასპინძლები. მადლობა თქვენს დიდი მადლობა რომ ყურადღებას გვაქცევთ და პოპულარიზაციას უწევთ ესეთ ლამაზ მხარეს და დედამიწი შეგვეძლოს. გაიხარეთ. ჩვენ ჩვენებურად ვეცდებით რომ ყველაფერი ჩვენ ლამაზი საქართველოს ლამაზი იყოს.